თან ახლა ასეც თუ გადაასხავრა ჯობია მაგას. მომავალი თაობა იზრდება, მომავალ თაობებს ვზრდით და ახალგაზრდა. ესე იგი, რახან ვარ ვსაუბრობთ ამ თემაზე, როგორც ვიცი, რაღაც სტუდიების გახსნას აპირებთ აკადემია აქვს. რიდონს. მე რასთან დაკავშირებითაც უკაცრავად გეტყვით ბარემ რომ ბოლომდე რაც გვაინტერესებს ორივეს ერთად რომ ბოლომდე გაგვცეთ პასუხი. აკადემია გაქვთ თქვენი. სადაც თქვენ როგორც აღნიშნეთ, არჩევთ წელი, ფეხი, უყურებთ ბავშვებს, ადამიანებს და მე აძლევთ საშუალებას რომ მინიმუმ მათ ქორწილებში იმღერონ გადასალევად თუ პროფესიონალად არ გაყვევიან ამ ყველაფერს. ჩვენ ქორწილშიც აგვაქვს ნაცეკვი, არ გეგონოთ რომ ისე იყო. აი ამ აკადემიასთან დაკავშირებით მაინტერესებს სადაა ეს, რა ხდება, როგორ შეიძლება რომ ბავშვი მოიყვანონ, რა გააკეთონ, სად მოგძებნონ, რომ აი მოგვიყვე და საიდან გაგიჩნდა რომ გიდა არ გიდა მაინც რაღაცა თითქოს მგონია რომ ცალკე გამოსული ვითახარ და რატო გადაწყვიტე ეს? ნუ მე ყოველთვის მქონდა სურვილი მიუხედავად იმისა რომ ანსამბლს თავში ცეკვავ და ვარ ანსამბლს თავში წლებია ეხლა მამაჩემთან ერთად უკვე წლებია რაც ერთად მუშაობთ ერთად ვართ მე მოცეკვავე ვარ და ჩემ საქმეს ვაკეთებ ხუთიანზე იმიტომ რომ მიყვარს ეს საქმე და ოდესაც მე ავირჩიე პროფესორო გამხდარიყავი ქორეოგრაფი გადავწყვიტე რომ ჩამემბარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში მიმიღო რაღაცა კვალიფიკაცია ქონოდა ეს გამოცდილება დავამთავრე მაგისტრატურა ისევ ქორეოგრაფიული განხრით და ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ის, როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა მამაჩემთან ერთად არტოს ბაღში, ვასწავლედი ბავშვებს ქართულ ცეკვას და დროთა განმავლობაში უკვე გადავწყვიტე, რომ მე მქონოდა შესაძლებლობა, რომ აი გამეხსნა სტუდია, სადაც იქნებოდა სამომავლო პერსპექტივისთვის მამაჩემის სახელობის სტუდია. ჯერ დავიწყე სტუდიებით. პირველი სტუდია გავაკეთე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სადაც არის ცაბაძის ფილიალი. ცაბაძის ფილიალს ვეძახით, ანუ ქუჩაზე, საბაძის ქუჩაზე გავხსენით. ფრიდონ სულაბერძის ცეკვის სტუდია და შემდგომ გადაინაცვლა უკვე ვორონცოვზე, 31 საჯარო სკოლაში და ეს სტუდიები იმდენად მომაგრდა უკვე ბავშვები, იმდენად კარგად შევისო სტუდიებში, რომ გადავწყვიტე მამაჩემის სახელობის აკადემია გამეხსნა. მადლობა ღმერთს, მოკლედ საბურთალოზე, ნუცუბიძეზე გაიხსნა არაჩვეულებრივი სტუდია. ეხლა მარტიდან ხსნით ფილიალს, რომელიც იქნება ცენტრალური ფილიალი ბესარიონ ჟღენტის 8 ნომერში და აქ შეიძლებათ ბავშვებს